რუსეთის 78 დამქაშს საქართველოს რუსეთიზაციის გეგმა უყირავა. თვალები არ გაახილოთ. იმიტომ გამოვედი რომ ქრისტიანი ვარ, არ მინდა კრემლი. დღეს გიყვებით თქვენზე, გიყვებით დახეული ჯინსების თაობაზე, რომელმაც ხელისუფლებას რუსულ გზაზე ქვეყნის დაყენების უფლება არ მისცა. ასეთი პარტია არ დგას. ჩვენ ვდგავართ ქართველები. ბატონო პოლიციელებო, პრემიას რავდეს ელოდებით. 200 ლარს. საკუთარი ისტორია დაწერეს, თქვეს რომ ეს ქვეყანა არის მაგათი, მეტი რა უნდა გააკეთოთ. გავაკეთე ის რაც მომენტში გულიდან ამოვხეთქა. ვინ არის ქალი დროშით, ვიცი კადრიც პროდესალური აქციის სიმბოლოდ იქცა. გამარჯვებულები 19 წლის ვარ. დავიცავ. გადასავლა დამიჭდეს დავიცავ. და დამარცხებულები. ნოტარიუსის როლი შეგასრულებინეს. თქვენი შვილების თაობამ მოღალატედ გამოგაცხადეთ. რა ფასი აქვს ბატონო ანრი, ასეთ მანდატს. 9 მარტის გარიჯრაჟი, ზარი კობახიძის ტელეფონზე. თქვენ გააგებინეთ. 9 მარტის გარიჯრაჟი, ზარი ღარიბაშვილის ტელეფონზე. ირაკლი კობახიძე იყო ეს ადამიანი, ირაკლი ღარიბაშვილი. და ყველაზე სწრაფი უკან დახევა. არ არის მიღებული. 8 საათზე. აქ ნახეთ, რუსეთის კანონის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს წრემსადენი გაზით რო წამლავდნენ, რა ხდებოდა ოცნების ლიდერების კაბინეტებში. თქვენ დაგირეკათ ბიზნესი. ამავე კომენტარს გაშუქებული 100,000 ადამიანი თქვენ შეიყვანეთ შეცდომაში. წავიდა თუ არა სპეცრაზმი ხალხის დარბევის წინააღმდეგ გადამწყვეტ მომენტში და ვისი ბრძანებით მიიყვანეს დარბევის ღამეს რუსთაველზე განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი კაცი ხარება 2 გვამის ვიდეოდან. დარბევის შემდეგ მოვიდა სახლში ბატონი ზვიადი. კადრები როგორ აცემინეს რუსთაველზე ახალგაზრდები 9 მარტის დილას დანაყოფს, რომელიც ქუჩაში სასტიკი ანგარიშსწორებებისთვის გამოყავთ. დღეს შაბათის სპეციალური ეთერი, ამბავი ხალხის გამარჯვებაზე. როცა ზღუნავ შენი ბიზნესის განვითარებაზე. ერთგული ხარ შენი ხელობის. ან მცირე მეურნეობის. მართავ ტრადიციულ ბიზნესს, ან ქმნი ახალს. შენ შეგიძლია დაისახო მიზანი და დაინახო ერთიანი სურათი. გაზარდე შენი ბიზნესი. ლიბერტი ბიზნესისთვის. თუ ჯერ არ გაქვს სილკნეტის ტელევიზია და სახლის ინტერნეტი, დარეგისტრირდი დღესვე და ისარგებლე სპეციალური ფასდაგლებით. თვეში მხოლოდ 34 ლარიდან. ჩაირთე Silk TV და ოპტიკური ინტერნეტი და დამატებით პირველ თვეს უფასოდ მიიღე სპორტული თემატური პაკეტები. სეტანდა და Silk Sport. უყურე მრავალფეროვან ან კიდევ უფრო მრავალფეროვან არხებს და ისარგებლე სწრაფი ან კიდევ უფრო სწრაფი ინტერნეტით. ჩაერთე როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. ინსტალაცია უფასოა. დაგვიკავშირდი 0322 ახალი გემო დანკინისგან მარილიანი კარამელისა და ყავის საოცარი მიქსი. მოდი დანკინში და დააგემოვნე ახალი კარამელ ლატე. იღებ მიწის დიდ ნაკვეთს, რგავ 40,000-ზე მეტ ნერგს, ქმნი მიკროკლიმატს, აღადგენ ეკოსისტემას, ამცირებ ტემპერატურას და იზიდავ ახალი ჯიშის ჩიტებს. პატივსემ რელიეფს, განადირებ ხედს. უვლი და ავითარებ შენ ირგვლივ სივრცეს და ზუსტად ამიტომაც ბაზარზე ახლა უკვე შენაწესებ სტანდარტებს. ასე კეთდება მწვანე ქალაქი ლისზე, ადგილი სადაც ცხოვრება ყველას უხარია. კომბინირებული ავეჯი. დაამშვენეთ თქვენი ინტერიერი მეგადორში წარმოებული კომბინირებული ავეჯით. ევროპული ხარისხის ქართული ავეჯი. მეგადორსი. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა დღის სტაციონარით. გერმანული ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ის, რა ტექნოლოგიის გამოცვა გზავნით გერმანიაში, არის უკვე კლინიკა პირველში. კლინიკა პირველი. სცენა, რომელსაც ახლა ხედავთ, ალბათ ყველას გვინახავს. მოდი დავაკვირდეთ. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება საუბრობდნენ? იქნებ დინუცას სათვალეზე, ანას ურთიერთობებზე, ახალ კოლექციებზე, ან რომელიმე სერიალზე.
აი ქეთიც გამოჩნდა. სავარაუდოდ, ახლა დაბრუნდა შოპინგიდან. რამდენჯერ უნდა იყიდოს ერთი და იგივე ქუდი? მოიცა, რაო? კარგ დროს მოხვედი, ახლა ვარჩევდით ზუსტად ჩემი მისაღების ფერს. ხო ნახე, ეს ფერი ავარჩიეთ, შენ თუ მოგწონს. აუ კი, ძალიან ლამაზია. ძალიან მოწონს. აუ გოგოებო, მე ძლივ ჩამოვყალიბდი იზოლაციაზე. ესე იგი, შიდა ტიხრებისთვის მინერალურ ბამბას ვაკეთებ და გარეთ კედლებზე ქვაბამბას გავუშვებ. რას ფიქრობთ? შენც ეგეთ გააკეთე, ხო? ხო, მაგრამ მე ფოლკიანი გამოვიყენე. ეგეც კარგი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ხშირად ჩვენი შეხედულებები ხელს გვიშლის სწორად შევაფასოთ ჩვენი ერგვლივ მიმდინარე მოვლენები. დაინახე რეალური ქალები რემონტში. ნოვა გილოცავთ ქალბატონებს. ცხოვრობ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ყავს ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი. აქვს საკუთარი წარმატებული ბიზნესი. ყავს მხიარული და ერთგული მეგობრები. მაგრამ არავით არის მაგრამ, როდესაც ენმედიცი შენთანაა. ენმედიცი გადადგინა ბიჭი ჯანმრთელობისკენ. ცოცხალი ბოსტნეულის მიქსი, მეტი ხრაშუნა ქათამი და კარტოფილი ფრი. ეს მეგატვისტერია. KFC, რა კარგია. გაიაქტიურე პრემიუმი. ლიცენზირებული მუსიკა. 90 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტი. ამოუწურავი წუთები და SMS-ები. მხოლოდ 40 ლარად. გადაიხადე ერთხელ და ისიამოვნე სერვისებით 90 დღე. ბილაინი, მოусმინე, უყურე, გაერთე. საღამოს ეთერის სპონსორია ისმიჟენი. ისმიჟენი ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საღამოს ეთერის სპონსორია მეგადორსი. ევროპული ხარისხის ქართული კარი. მეგადორსი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს, ანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი, ნიკა ობოლაძე, იურისტი. მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, თუმცა ვიდრე თქვენთან დავიწყებ საუბარს, მე მინდა მოკლედ ჩართვა გავაკეთოთ გოგა ჩანადირთან, ფოტოგრაფთან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. გოგა, მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თქვენ არ იმყოფებით საქართველოში, ხომ? საღამოშიდობის არა, უკვე დაუბრუნდი, მაგრამ ანუ ამ დღეებში არ იყავით საქართველოში? არ ვიყავი. თქვენთვის როგორც ფოტოგრაფისტვის ალბათ წუხილის საგანი ეს იყო კიდეც ალბათ, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ჟურნალისტი ვარ და რომ არ ვმუშაობდე ამ ასეთი მოვლენების დროს ძალიან შევწუხდებოდი. ალბათ თქვენც გინდოდათ რომ იყავით იქ? პირველი შეწუხებული ვიყავი როგორც მოქალაქე. და მე რა თქმა უნდა ფოტოჟურნალისტი, რომელსაც სურს რომ ყოველთვის ესე მოვლენების პროცესში იყოს და თან გადაიღოს და ისტორიას დაუწოს. ისტორია საერთოდ სხვათაშორის სწორი ისტორია არის ძალიან საჭირო იმისათვის, რომ შემდეგში მაინც გავითვალისწინოთ, რომ ის შეცდომები არ დაუშვათ. ახლა მე ბერლინიდან ჩამოვედი, ბერლინში დღემდე არის მთავარ გამზირზე კურფურშტედამზე კედეხნის კირხე, ანუ მეხსიერების ტაძარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაინგრა და არ აღადგინეს იმის ნიშნად, რომ ახსოვდეთ გერმანელებს, რაც უდი იყო ეს ომი. ამიტომ ეს პროცესები ისტორიის კიდაც ფოტოგრაფიის თვალსაზრისით, კიდაც ვიდეო და მწერული თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისაც გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, სად დაუშვით შეცდომა და აღარ გავიმეოროთ და ვიცოდეთ რა უნდა გავიმეოროთ, რა არის იქიდან კარგი. ამიტომ ამ ხრივად ჩემთვის ძალიან ისტორია როგორ ჩანდა ეს მოვლენები ბერლინიდან? პირველი მინდა ვთქვა, რომ მე ამაყებოდა ის, რომ მართლა უკვე ბოლოს მოვიდა ის თაობა, რომელსაც შეუძლია უკვე თან არ იყოს დამოკიდებული საბჭოთა მენტალიტეტისგან და სურდეს, რომ მართლა ძლიერი სახელმწიფო ააშენოს. იმიტომ რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა და თან ეს გააკეთოს ვიღაცის დავალებების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თვითონ მიხვდა გაიაზრა ახალგაზრდა და ახლობით იგივე ხდებოდა 78 წელს
და 56 წელს 9 მარტსაც ერთი სტალინის კულტს ეხებოდა, მეორე როდესაც ქართულ ენას, იქაც ახალგაზრდები თვითონ მიხვდნენ, არავინ არ მოუწოდებენ, მიხვდნენ გაიაზრეს რა იყო მათი იდეა, როცა იდეა გაქვს, მაშინ უკვე შესაძლებელია რომ შენ უკვე იბრძოლოთ. თუ იდეა არ აქვს, ამისთვის ვერ იბრძვით და შესაბამისად ვერც გაიმარჯვებ. ჩვენ ახალგაზრდებს აქვს იდეა, იმისათვის შექმნა ძლიერი სახელმწიფო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც იდეა არის, უკვე უნდა ამ იდეის გარშემო ტრიალებენ ადამიანები, უკვე უნდა გჯეროდეს რომ უკვე შეიძლება. დიახ და ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად არის საუბარი, რომ ნიჰილიზმი არის ერთ-ერთი მიზანი ხელისუფლების, რომ დათესოს საზოგადოებაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სურვილი და გააკეთონ კიდეც ეს, წავიდნენ ქვეყნიდან, იმუშაონ. ეს თითქოს ეს პროტესტი პირიქით რაღაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. იცით რა, ჯერ დავიწყოთ კიდევ სულაც არ მოწევს ადამიანები მიდიან იმიტომ რომ დაარჩნენ იქ ჩვენ სინაპრებ მაგალითად დავიღოთ თუნდაც აი ჩემი ერთ-ერთი იდეალი დიმიტრი უზნაძე რომელიც წავიდა ისწავლა და ჩამოვიდა. ანუ იმიტომ წახვიდე რომ ისწავლო რომ მე დარჩე იქ ეს მე არ მომწონს. იმედი მაქვს ადამიანების დიდი ნაწილი მაინც რომელსაც ისწავლა სწორედ ამ ქვეყანას მოახარს იდეას, იმიტომ რომ ეს არის იდეალი, თავარი იდეა. თუ შენ სამშობლოს არ ცხოვრობ, მაშინ დანარჩენი უკვე აღარ აქვს ფასი. მეორეც ნიჰილიზმი ვერავინ დანერგავს, იმიტომ რომ თვითონ ერის ხასიათია, საუკუნეებით ჩამოყალიბებული ხასიათია, რომ იბრძოლოს სამართლიანო სხვადასხვა ეს ვერ გადარჩებოდა ისმით. საუკუნეები იბრძოდნენ, რაც ითმევდნენ, მე ამოიფრქვეოდა და ეს ამოფრქვევა იყო ხანდახან ისეთ ვულკანური, რომ წალეკავდა ყველას ვინც გზას დაუდგებოდა, თავად როცა იდეა იყო და სხვათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, აი სწორედ ეს იყო დავით აღმაშენებელს უკავშირდება, როდესაც მათ 16 წლის მოვიდა გამეფდა და 10 წელი უხადა სელჩუკებს ხარკი და მე მოემზადა და 10 წლის 6 წლისამ შეუწყვეტა ხარკი. იმიტომ რომ მოემზადა, ჩვენ უნდა მოემზადოთ იმისათვის, რომ რაღაც აუცილებლად შეიძლება გეოპოლიტიკა და ამ გეოპოლიტიკისთვის რა თქმა უნდა. ნიჰილიზმი ეს არის შიდა ტერი იმისათვის, რომ გეოპოლიტიკას დახვდე მომზადებული. ვერ დახვდები, ამიტომ არ მგონია ჩვენ ახალგაზრდებს ვინმე რამე მაიცულოს, რომ ნიჰილისტურ განწყობაში ჩავარდეს. უიმედობა ეს არის ყველაფრის ასე ვთქვათ, ჩიხი, შესაბამისად ახალგაზრდები, რომლებიც მე დავარქმევდი ამ ფერათაობასაც, ჯერ კიდე ეს ახალგაზრდები პირველად მე შევამჩნიე 2015 წლის სამიტინგის სტიქიის დროს, როდესაც ეს გულანთებულები მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ სტიქიის მოვლენების აღკვეთაში, ამას მოყვა მე ბასიანის შემდგომი მოვლენები და ასე შემდეგ. და იცით რა არის, რომ სწორი აქცენტები ჰქონდათ ის შეტყობინებები, რომელიც პლაკატებზე იყო, ვერას ყურებდი, ძალიან მომწონდა და მე ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯერ კიდე ბასიანის აქციების მერე ახალგაზრდებმა დაიწყეს აქციის ტერიტორიების დასუფთავება. ანუ ნახეთ, აქ არის სამშობლო. გარემოზე ზრუნვა. როდესაც გარემოზე ზრუნვა, ესე იგი შენ იდეა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი. ხო, სამშობლო გარემო არის, ოჯახი გარემო არის და ადამიანები თავისნებით აკეთებდნენ ამას. ნახეთ, სხვა თაობა მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გვეშველება. კი ბატონო, და ბანერები ახსენეთ, აი ახლა მაყურებელის თვალს ადევნებდა სწორედ ამ ბანერებს, ეს მართლაც შთამბეჭდავი ნაწილია ამ პროტესტის, კრეატიული და მართლაც კარგად ჩანდა თაობის სათქმელი რა იყო. ჯერ კიდე გავრილოვის ღამეს იყო ასეთ საინტერესო შეტყობინებები, მათ შორის თქვა დოჩანაშვილის ნაწარმოებიდანაც კი გამოჩნდა. სხვათა შორის ამ პლაკატებზე ყველაზე ზუსტად ჩანს შეტყობინებები და მისწრაფებები ახალგაზრდების და თვისობრივად სხვანაირად. აი თუ 2003 წლის აქციებზე იყო შენმე ისპე. ახლა იყო ახლა იყო მაგალითად მე ის არის რაკეთ მე მითხრა ევროპა ჩემი შვილისთვის მაგალითად. ხო, ნახეთ სხვადასხვა აქცენტების შეტყობინებები არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს პლაკატები, აი ისტორიის, ფოტო ისტორიისო ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის და აი ცოტა გული კი დავწყდა რომ მე არ დაემთხვა რომ მე ვერ გადავიღე ეს მოვლენები, განსხვავებით სხვა მოვლენებისგან, მაგრამ არა, თავარია იდეამ გაიმარჯვა, იდეა ის იყო რომ კანონდა ჩავარდნილიყო, არ უნდა მიიღოთ, საბედნიეროდ მართლა ჩავარდა, ოღონდ ამას უკვე აღარ უნდა დაუბრუნდეთ, თავარია ეს არის, ხოლო იმიტომ ჩავარდა რომ დაიწყნარებინათ ეს პოლიტიკური უნებათა ღელა, ეს არაფერს ნიშნავს, თავარია რომ აღარ მიუბრუნდეთ, იმიტომ ეს იყო მართლა ესეთი მავნებლური კანონი ჩვენ სახელმწიფოსთვის. კი ბატონო. სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურდა დასავლეთიდან დემოკრატიული და ადამიანებზე მორგებული, ასე ვთქვათ, უფლებები და პრინციპები გაემყარებინა, ხო? და უცებ შენ ასეთ ადამიანებს შენ აგენტად მოიხსენებ, ცოტა არ იყოს რაღაც გაუგებარი იყო. თანაც იმ პარლამენტარების დიდი ნაწილი სწორედ თავის დროზე არასამთავრობოებში მუშაობდა, მათ იციან ძალიან კარგად ამ არასამთავრობოების ფასი და მნიშვნელობა და ასე ვთქვათ, გაუგებარი იყო, ანუ საკუთარ თავს ებრძოდნენ, ანუ საკუთარ თავი მათ აგენტი, ხო, აი რაღაც ცოტა ისეთი იყო. იმედი რომ აღარ მიუბრუნდებით ამ კანონს.
კი ბატონო, მადლობა. მადლობა და მეც ვწუხარ. მე მიიღეთ ჩემი პატივისცემა და მეც ვწუხარ რომ თქვენ არ იმყოფებოდით თბილისში, თქვენ შემოგვინახავდით თქვენს ხედვას ფოტოებით, სტამბეჭ და საკმაოდ. თუმცა არა სოციალურ ხარს უჭერდი ნამდვილად. გერმანიაშიც იყო რაღაც აქცია თუ გაქვთ ინფორმაცია სტუდენტებმა გამოხატეს? გააკეთეს. არა მარტო გერმანიაში, სხვადასხვა ქალაქებში მე არ ვიცოდი სამწუხაროდ გერმანიაში ეგ მოწყვეტილი ვიყავ, მე არ მქონდა ინტერნეტი თან მუდმივად და შესაბამისად ეს მე არ ვიცოდი ეს ხდებოდა და მეც გვიან გავიგე უკვე მე ვიყავ გამოფენაზე და იქ გავიგე, მე თუ აუცილებლად მივიდოდი იქ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მე წავედი ბრანდენბურგის ჭიშკართან, სხვათა შორის ეს ბრანდენბურგის ჭიშკარი სიმბოლო არის, როგორ გაიყო ორი გერმანია და ასევე გაყოფილი ერთ მხარეს დასავლეთი როგორი იყო განვითარებული, მათ შორის ადამიანის უფლებების თვალსაზრისით დემოკრატიის ხარისხი და აღმოსავლეთ გერმანია, ეგრეთ წოდებული GDR-ი და დღესაც კი GDR-ის ნაწილი აღმოსავლეთ გერმანია, რომელიც ბრანდენბურგთან იყოფოდა, აი ვერ დაეწია ჯერ კიდევ ბოლომდე, ხო? იმის თქმა მინდა, რომ აი სადაც ფასეულობები იქ განვითარება არის, გესმით? ოღონდ სწორი ფასეულობები, თორე არსებობს ფსევდოფასეულობები და ფსევდოხირებულები. ანუ აი სიმბოლურად მე ბერლინი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ვსწავლობდი თან და ასე ვთქვათ რაღაცნაირად აი ესე სხვა დატვირთვით და სხვა მუხტით ჩავედი, მაგრამ იმ მომენტში როცა მე უკვე ბრანდენბურგთან ვიყავი, ქართველები არ ვიყავთ, რომ მე ვუცნობდი და აუცილებლად შეუერთდებოდ. მადლობა გოგა ჩანაძის ფოტოგრაფი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. დავუბრუნდები სტუდიის სტუმრებს. ლევან, მე მინდა თქვენთან დავიწყო კითხვის დასმა. ეს მხოლოდ 2 დღე აღმოჩნდა საკმარისი, რომ ხელისუფლებას უკან გაეწვია კანონპროექტი. ჩვენ გვინახავს მრავალათასიანი აქციებიც რუსთაველის გამზირზე, თუმცა აი მაგალითად ბოლოს მე მახსოვს ბოლო არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მახსოვს 90 დღიანი აქციაც სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. თუმცა 2 დღე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ პროტესტს შედეგი დაედო. თქვენი აზრით რამ განაპირობა? ძალადობამ ძალსახად ხო ამ შემთხვევაში ის რომ სახელმწიფოს მოუწია საკუთარ მოქალაქეებს ძალადობა ის იყო პრინციპში ყველაზე განსაზღვრელი, თორემ ოცნებისთვის ყოველთვის ლოდინი არას პრობლემა არ იყო, ხო? ანუ ერთ-ერთი განეიტრალების მეთოდი არის უბრალოდ იცდის, ხო? ანუ მთელი ამაცნიანი პერიოდის განმავლობაში რაც ვნახეთ, ეს იყო რომ იცის რომ რაღაც პროტესტი იქნება, მაგრამ თუ მოთმინებით შეეგებება ამას, შეუძლია გაწელოს და მართლა ეს სირწყვილის აქციები რაც იყო, ნუ იგი იყო, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მან რაც დაინახა, იყო რომ წინააღმდეგობა იქნება უფრო დიდი და ეს დღესდღეობით ძალიან არაპოპულარული არის. გიორგი ვაშაძის მიმართ მაგალითად ყველა ნეგატიური ის გამოთქვა, ხო, კომენტარი, რომ მან მოუწოდა პიკეტირებისკენ, რამაც მე უკვე გამოიწვია პოლიციელების ისე ხო, დარბების აქცია. მაგრამ ნუ არის გემოვნების საკითხი და არის ფაქტობრივი ამბავი, მსოფლიო ისტორია რასაც გვაჩვენებს. ძალიან, ну, არ ვიცი, თითქოს ჩამოსასვლელი თუ გამახსენდება, როდესაც სახელმწიფომ ადამიანებს მიცა უფლებები მხოლოდ დგომით. ეს ძალიან უცნაური აღწერა არის, ხო, ვთქვათ, ეს მშვიდობიანი აქცია ყოველთვის არის რაღაც დიდი სექტორი, არის რაღაცნაირი დიდი ველი არის, სადაც დიდი ნაწილი შეიძლება მშვიდობიანი იყოს, მაგრამ ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც ლახავს ამ ზღვარს და ცოტა უფრო აგრესიულად ითხოვს ისაც ეკუთვნის, ხო, ვთქვათ, პირობითად შავკანიანების უფლებები როგორაც მოიპოვეს, კი მარტინ ლუთერ კინგი გვახსოვს ყველას, მაგრამ იქ იყო აგრეთვე მალკომ იქსი და სხვები, რომლებიც ის ლამაზ ფორმებს არ მიმართავდნენ ხოლმე ხშირად და ამას რო თავი დავანებოთ, ამ მშვიდობიან აქციებსაც კი სახელმწიფო ძალადობით პასუხობდა ხოლმე და მან იცოდა, რომ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე და არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა რომ თვითონ ჩანდეს მოძალადე, თუ ესე ღიად არაა გამოცხადებული, რომ არის პუტინის რუსეთი ან ბელორუსი, სადაც უკვე ძალადობა ერთ-ერთი მეთოდი არის, ხო? და ამ შემთხვევაში ეს მართლა ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან დაინახა, რომ არავინ მოთმენას არ აპირებს ერთ-ერთი და არავინ არ აპირებს სახლში წასვლას და დაშლას. ანუ დაახლოებით 2 დღიანი იყო, მაგრამ პოტენციურად ეს იყო მრავალდღიანი და მრავალივე დღე იქნებოდა დაშლის ობიექტი, იმიტომ რომ ეს გამოჩნდა ორივე დღეს, ხო? და შესაბამისად რისკი იმის, რომ ამ თქვათ 10 დღე რო გაგრძელებულიყო, პირველ დღეს შეიძლება არავინ არ გარდაცვლა, მეორე დღეს შეიძლება არავინ არ გარდაიცვალა, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ შლი, მით უფრო ზრდი ამ რისკს და საბოლოო ჯამში უბრალოდ ამას მიხვდა, რომ ძალა ცალსახად არის ხალხის მხარეს და მას მოუწევდა უფრო მეტი ძალის გამოყენება. რაზეც დიდი ალბათობით ხელები ეკავება, მაგრამ მიჩვეული არის უფრო რომ ისე სახში სათითაოდ გამოიყენოს ეს ძალა, თქვა დაშინებით, გაშავებით და სხვა, ვიდრე ესე პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდეს საკუთარ მოქალაქეებთან. ამიტომ რაღაც ახალი მოხდა მისთვის, მთავრობისთვის, მაგრამ ჩვენთვისაც ასევე, იმიტომ რომ ეს ჩემთან მე რაც იქ ვიყავი, ეს იყო პირველი აქცია, როდესაც არავის სახში წასვლას არ აპირებდა რა. ისე შეკითხვა ესე უნდა დავსვათ რა, რომ პირობითად ბასტილია რო არ აეღოთ საფრანგეთის რევოლუციის დროს
დღეს იქნებოდა თუ არა საფრანგეთი, ისეთი როგორიც არის. ნებისმიერი თქვათ საბჭოთა კავშირის დროს 9 აპრილი რო არ მომხდარიყო, ჩვენთვის იქნებოდა თუ არა დამოუკიდებლობა იდენტობის ესეთი განსაზღვრელი ნაწილი და სხვა, ან საბჭოთა კავშირი უკან დაიხევდა თუ არა, ხო? ან 78 წელი ნებისმიერად უნდა დავასახელოთ, ხო და ისტორიაში ესე არ არის ხოლმე, რომ კარგად შევაფასოთ, რომ ეს სწორია, კარგი არის, რომ ბასტილიის აღების დროს ვიღაცა დახოცეს. ამას ვერ ვიტყვის ხო ისტორიკოსი, მაგრამ ეს არის ფაქტი, რაც არის. მოხდა ის, რაც მოხდა და შემდეგ შედეგებით საზღვრავ იმას ამ პროცესში რა იქნა დაშვებული. ამიტომ პირობითად მე ძალიან მჯერა, რომ ვაშაძე რო არ ყოფილიყო, სხვა იტყოდა ამას, იმიტომ რომ მართლა სახში დასვლა არავინ არ აპირებდა, ვინც იქ ვიდექით, ყველა ამბობდა, რომ ეხლა რა შვებით. რაღაც უნდა გვექნა რა, ამას ყველანი გრძნობდით. აი, დაახლოებით მაგ 9 აპრილთან პარალელი ეს არის, ხო? გახსოვთ, რომ დაიფიცეს, რომ ჩვენ აქედან არ წავალთ და შემდეგ პატრიარქი რომელიც დაეუბნება, რომ სახში წადის, ეუბნება, რომ ჩვენ დაფიცებული, ანუ შანსი არ არის, აქედან ვერ წავალთ რა. და ეგ უკვე დაფიქსირდა რუსთაველი ჩვენი დგომის ადგილად და ეს იქნებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ ვიღაცას მაინც მოუვიდოდა თავში აზრად, ეხლა შეიძლება ჯოხი გადავტეხოთ ვაშაძეზე, მაგრამ ვიღაცა იტყოდა აუცილებლად, რომ აი პიკეტი გავაკეთო და პიკეტი ისევ ეს არ არის არაფერი არაკანონიერი, ხო? არის ჩვეულებრივი უფლება ერთ-ერთი და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესში ძალიან ლოგიკურიც კი იმდენადაც მეორე დღეს ისედაც აპირებდა ეს ხალხი მოსვლას პარლამენტში და ანუ ან სახში მიდიხარ და მეორე დღეს მოდიხარ, ან შევიღამე და ხვდები უკვე პიკეტით, ხო? ხო და ამიტომ ისევ ამბობ რა, ძალიან ისეთი მრავალგზის სხვადასხვა კუთხით გასაანალიზებელი პროცესი არის, მაგრამ ცალსახად ის რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზუსტად იმიტომ მივიღეთ ის შედეგი, როგორც არის. ისევ აქ გემოვნებაზე არ არის, რომ მე მომწონს, მე ვისურვებდი, რომ საერთოდ არც ერთი გაზის ის არ გავარდნილიყო და არც ერთი ადამიანი არ დაშებოდა. გიჟები ხო არა ვართ რო თქვა, მაგრამ და ისევ ესეც არასწორად არ უნდა გავიგოთ, რომ აი ხო კარგი, ანუ ეგენი ახლა ცდილობენ, რომ აი გამოიყენეს ბავშვები და უნდათ ძალადობა, ეს არავის არ უნდა, ხო ჩვენ არა ვართ არც ერთი მოძალადეები თავისი არსით, ახლა აქ ვინცხვედავთ და ყველა დანარჩენი, რომელსაც რაღაცა შეიძლება სიკეთის თვალით შეხედო, რომ აი რა კარგია, რომ იმიტომ რომ შედეგზე გავედით. ეს ესე არ არის. უბრალოდ აღწერის დროს ცალსახად ის შედეგი მივიღეთ ზუსტად იმიტომ რომ მათ მოუწიათ დარბევა და შესაბამისად ნუ ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორია. თუმცა ეს უკან დახევა, მაგრამ ჩვენი სტუმრებიც და ბევრი ამბობს რომ ეს ტაქტიკური უკან დახევა, იმიტომ რომ ეს გამოჩნდა ხელისუფლების განცხადებებშიც, რომ მათ უკან დაიხიეს, იმიტომ რომ ვერ მოასწრეს ინფორმირება საზოგადოების იმ სიკეთეებზე, რაც მოჰქონდათ მათი ხედვით, მათი მტკიცებით ამ კანონს. და უკან გაიწვიეს, თუმცა არ არის გამორიცხული და სწორედ მათი განცხადებები ადასტურებს, რომ არ არის გამორიცხული, მაგალითად თქვენი არასამთავრობო სექტორის მიმართ სხვა მეთოდებით იბრძოლოს ხელისუფლება. შესაძლოა უკვე დაიწყოს პროპაგანდა თქვენ წინააღმდეგ. ელოდებით ამას? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ ყველას ამ ერთ გამარჯვებას, მაგრამ ეს ნამდვილად არ უნდა გვაძლევდეს მოდუნების საშუალებას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან კაფიო დასკვნები უნდა გავაკეთოთ. მე რა დასკვნას გავაკეთე? ორს გეტყვით, სულ მცირე ამათგან. პირველი დასკვნა იმისა, რომ თუ აქამდე შეიძლება ვინმეს ეჭვია ეპარებოდა, რომ ესენი არიან ადამიანები, ან მართლ გუნდზე გულისხმობ, რომლებსაც რაღაცა მთლიანობაში ცუდი არ უნდა, მაგრამ არ გამოსდის, ანუ აი ესეთი თემაც იყო, რომ აი არიციან, არ შეუძლიათ რაღაცა ასეთ ტიპის ეპითეტებს ვიყენებდით ხოლმე. დავინახეთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა. ესენი არიან ადამიანები სამწუხაროდ, რომლებსაც არ გამოსდით კი არა, არ სურთ რეფორმები, არ სურთ რეალურად იმის გაკეთება, რაზეც ხალხი წუხს და რასაც ითხოვს ხალხი და ამ ადამიანებს აქვთ სრულად გააზრებული განზრახვა, რომ ადამიანის უფლებები უკან დახიონ და კიდევ უფრო მძიმედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული რუსული პროექტი, რომელიც ჩაუვარდათ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან შენი მოკავშირეობა მხოლოდ ერთი პროექტით არ იქნება შემოფარგლული. ეს დასკვნა გავაკეთეთ, რომ ისინი არიან მტრულად განწყობილები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მათ შორის ჩემს მიმართ, თქვენს მიმართ, ყველას მიმართ, ვინც არ ეთანხმება მათ პოლიტიკას. ეს არის იმდენად დრამატული დასკვნა, რომ მე ანუ როგორ შეიძლება მიხაროდეს, წუხვარ, საშინლად წუხვარ, რომ მიწევს თქვა, რომ მე მივხვდი საბოლოოდ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომელსაც ჩვენ ვძულვართ. ხალხი, ვინც აქ ცხოვრობთ. მეორედ კარგი დასკვნა ის არის, რაც ჩვენ ძალას გვაძლევს და ამისგან დრამატულად განსხვავებულია, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობთ, ვინც რა საქმეს აკეთებს, ზოგი ადამიანის უფლებებში მუშაობს, ზოგი ექიმია, ზოგი ბიზნესს აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა. აქ არიან აქ და ამჟამად ადამიანები საქართველოში, რომლებიც თუ
თუ საქმეზე მიდგება, უბრალოდ ცოტას ვაგვიანებთ ხოლმე, ეს გვაქვს გამოსასწორებელი. დადგებიან მყარად, დადგებიან ერთგულად, იზრუნებენ ერთმანეთზე და პრინციპულები იქნებიან და ასეთ მტრულ იდეებს, თუ მტრულ ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია გუნდიც კი ვთქვათ, გასაქანს არ მისცემენ. აქ იმასაც დავამატებდი, რომ ჩემი აზრით, ეხლა აი ამ ორდღიანი პროტესტის შედეგი იმის დამსახურებაა მეტწილად, ჩემი აზრით, რომ პირველი ძალიან ღია ომი იყო და ამას ეს ყველამ დაინახა, ის რომ ეს კანონ პროექტი იყო რუსული. უბრალოდ ადამიანი, რომელსაც არ საშუალო განათლება აქვს და ლოგიკის რაღაც საფუძვლები აქვს გავლილი, ამას ყველა ხედავდა. ძალიან ეცადნენ, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის ლოგიკა შემოესაღებინათ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არავინ არ დაიჯერა. რეალურად დავინახეთ, რომ ეს არის კონკრეტული რუსული კანონპროექტი და მეორეს მხრივ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებთან უბრალოდ საუბარი აღარ შეიძლება. აი ეს არის კიდევ ერთი მათ შორის ნეგატიური დასკვნა, იმიტომ რომ ჩვენც ახლა ჩემი ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორი, ჩვენ არ ვარსებობთ იმისთვის, რომ სადღაც შემოვჯდეთ, ვიყვიროთ და ბედნიერები ვიყოთ და დავიშალოთ. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში ვცდილობთ, რომ პირველ რიგში ის კონკრეტული საკითხები, რაზეც მაგალითად მე ვმუშაობ, ბავშვთა თემები, შიშინო პირთა საკითხები, ქალთა უფლებები, პირველ რიგში რა თქმა უნდა ვცდილობდით ყოველთვის, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკით მოგვეგვარებინა. არავის თვითმიზანი ის არ არის, სასამართლოში ირბინოს, დრო ხარჯოს, ფული ხარჯოს, ნერვები ხარჯოს. ჩვენი ამოსავალი მიზანი არის, რომ კონკრეტული ადამიანის საკითხი მოვაგაროთ ყველაზე სწრაფად და ეფექტურად. და რა თქმა უნდა, პირველი მცდელობები ყოველთვის ვერც ერთი ვერ იტყვის. ყოველთვის ის იყო, რომ ჩვენ მათ კაბინეტებში ვიჯექით და ვთხოვდით, ვეხვეწებოდით, რომ გთხოვ ეს გააკეთე, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული რაღაც ფუჭდება. ერთ-ერთი საქმე მახსენდება პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციაში კონკრეტული ბავშვის მშობელთან ერთად მე ვიყავი პირადად მისული, ხვდებოდით წარმომადგენლებს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ იმ კონკრეტულ საკითხზე. სიკვდილსიცოცხლის თემა იყო რეალურად, რა ეს არ იყო ისეთი ნელთბილი საკითხი, რომელიც შეიძლება ხვალაც გადაწყვიტო და რა თქმა უნდა დახურულ კარს მიღმა და მე ვთხოვდი, რომ გთხოვთ აი ამ ქალს დაეხმარეთ. იმასაც გეტყვით, რომ ისიც კი ვუთხარი რა ხარვეზები ქონდა მათ კანონმდებლობას. და პირდაპირ ვუთხარი და სამალიც არ იყო, რომ მე აქ იმიტომა რომ მინდა რომ თქვენ გადაწყვიტოთ ეს, შეცვალეთ ამ კანონში ეს და ეს ბავშვი გადარჩება. გამოვედით იქიდან, დაპირების მიუხედავად ეს ბავშვი და მისი დედა დატოვეს იგივე პრობლემაში. ამის მერე წავედით სასამართლოში, რა თქმა უნდა და ის ჩემს მიერ ახსნილი კანონები, იქ რაც უთხარი პრობლემური რაც იყო, სასამართლოს გავლით შევცვალეთ. მის თქმა მინდა რომ მათი მტერი არავინ არ არის, არც არასდროს ყოფილა. ისიც კი, ვინც ყველაზე კრიტიკულია. და უხამსადაც კი ვაფასებთ, ხო, ეს გამოხატვის თავისუფლება. მტერი აქ არავინ არ არის. სამოქალაქო სექტორი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ გაგანადგუროს, როგორც ხელისუფლება. ეს მიზანი არავის არ აქვს. თუმცა ჩვენი ამოსავალი და ვალდებულებიც ვართ, ვიყოთ ძალიან კრიტიკულები და არც ერთი მისხალი არ დავთმოთ, როცა საპირწონედ ადამიანების ბედი წყდება. მაგრამ ახლა საგონებელში ვართ, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკიც არ შეიძლება. მე პერსონალურად აი ხომ აწარმოებენ მუდმივად პროპაგანდას საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ბევრჯერ რაღაც მძლავრი პროპაგანდა აქვს, ხანდახან ოპოზიცია ვერ ძევს. აი ომი გინდას პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, იმდენად მთელი რესურსი აქვს ჩადებული, ამ შემთხვევაში ვერ მოახერხეს. აი სურდათ რომ თქვენი ორგანიზაციების საქმიანობა რაღაცნაირად აგენტურულად წარმოედგინათ. აი რატომ ვერ მოახერხა თქვენი აზრი? ანუ ნახეთ, ისინი საქართველოში მაცხოვრებელს, აი ქართველებს არ ვამბობთ, რომ აქ ბევრი არაქართველიც ცხოვრობს და ძელვადიანი წლები არიან ადამიანები სხვა ქვეყნის მოქალაქე. ყველას, ვინც საქართველოში არის, ისინი უყურებენ როგორც ბოდიშს ვიხდი რა, მაგრამ როგორც ნახევს. მათ ჩვენ შესაძლებლობებზე აქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა. ეს რა თქმა უნდა არავინ არ აპატია. და ის სისულელეები, რასაც უხსნიდნენ და ბევრი ათასი და მილიონებით დახარჯეს სხვა მათი სატელიტი ჯგუფების თუ ტელევიზიების გამოყენებით, არ იმუშავა. იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც გუშინ როცა ბავშვი წაიყვანა სკოლაში და მის ბავშვს ამჯერად უარი კი არ უთხრეს, ვიღაც სპეცპედაგოგს დაურეკეს, დაინახა.
და მე რა იც მოусმინა რომ გვერდზე ეუბნება დირექტორი რომ აი ეს შევძელით იმიტომ რომ პირობითად ვამბობ ხო ესა და ეს ორგანიზაცია ესა და ეს სახელმწიფო დაგვეხმარა ამ პროგრამის დაწყება ვიღაცა ეუბნება ცალკე მუნიციპალიტეტს შევძელით იმიტომ რომ პირობითად ამერიკელი ხალხის ფულია ის სულელი არ არის და არც უმადურია ამათგან განსხვავებით და როდესაც შეეხნენ იმას პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ბოდიშს ვიხდი ახლა მე პოლიტიკური თემები არც მესმის დიდად და ნაკლებად მაინტერესებს სამწუხაროდ ანუ პარტიული პოლიტიკა ვიგულისხმე რომ პოლიტიკაში ვართ ყველა ერთად სამწუხაროდ იმიტომ რომ მინდა რომ ვიღაც ძალიან მომწონდეს და ხმამაღლა მხარს უჭერდე მაგრამ ამ წუთად ესე არა ისინი ერთმანეთთან ყოველთვის ოპონირებენ ეს ერთ რამეს გეტყვით ჩემი დაკვირვება ერთმანეთს ისეთებს ეუბნებიან ისეთებს დააკადრებენ და მე გაიხედავ გონია რომ ესენი უკვე ტრები არიან ერთმანეთს ჩემი გამოცდილება გაიხედავ და ეს ორი ისე ჭუკჭუკებს ერთმანეთში რომ მე ამ პროცესების არ მჯერა მაგრამ რისიც მჯერა და რაც მგონია რომ ნამდვილია იყო ის, რასაც სამოქალაქო სექტორი აკეთებს ამ ქვეყანაში ჩვენი მეგობრების და დონორების ხარდაჭერას ზუსტად ამას შეეხნენ. იმას შეეხნენ, სადაც ტყუილი მინიმალურია თითქმის არ არის. იმას შეეხნენ, რომელსაც შენ დისკრედიტაციას გრძნობ და ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დისკუსიის საკითხი. და მიიღეს ის პასუხი და სხვათა შორის ზუსტად ის არის სწორი რომ პასუხი მიიღეს არა მხოლოდ ჩვენგან ფიზიკურად ჩვენ შეიძლება შეგხვდებოდა და უბრალოდ მე საქმიანობას ვასრულებდი ამ სფეროში არამედ მიიღო იმ ხალხისგან რომელიც ამ სფეროში არ არის ბიზნესმენია იქ ვიღაც ექიმია პირდაპირ არ ეხება მაგრამ არა პირდაპირ რა თქმა უნდა ეხება ამ ადამიანების ხმაურმა ჩვენთან ერთად მოიგო ის პროცესი, რაც მოვიგეთ რეალურად. ნიკას მინდა ვთხოვოთ თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ, ბუნებრივია ყველას მინდა გთხოვოთ, თუმცა მოგვიანებით ეს სიფხიზლე, რაზეც ახლა საუბრობენ, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ აქციის მონაწილეებიც, რომ ახლა სიფხიზლეა საჭირო, თუმცა მანამდე მაინტერესებს თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ აი ამ მოვლენებიდან. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ორი კვირის წინ საქართველოში იყო სხვა სიტუაცია. ორი კვირის წინ ჩვენ განვიხილავდით იმას, საზოგადოება გატყდა თუ არა და ამ ქვეყანაში ბრძოლას აქვს თუ არა აზრი. რაღაცნაირად იმართება აქციები, მიტინგები, ხალხი გამოდის, მაგრამ თითქოს არ ჩანს ფორმულა და ენერგია, რაც იწვევს ცვლილებებს. ორი კვირის წინ ესე იყო. საბოლოო ჯამში რა მოხდა? გაჩნდა რაღაც კანონი, რომლის შინაარსიც იყო იქ რაღაც შეზღუდვები ამ კანონში, მაგრამ რომლის ჩემი აზრით მთავარი შინაარსიც იყო ის, რომ აი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სადაც რუსეთი უპირისპირდება დასავლეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთოდ დემოკრატიის, ადამიანების უფლებების იდეა მოკლას და თქვას, რომ საბჭოთა კავშირი აღსდგა, ანუ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში, აი ამ დროს რაც ხდება უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ დასავლეთიდან ფული რომ შემოდისო, ეს იყოს აგენტურული ფულიო და საერთოდ დასავლეთსო, ყავს აქ აგენტებიო. ანუ თავისთავად ეს იყო პოლიტიკური დეკლარაცია, რომ დასავლეთი არის მტერი. კობახიძე სხვათა შორის სიტყვა აგენტზე თავიდან ამბობდა, რომ ეს არის ტექნიკურიო. ტექნიკური ფრაზა, ჯაშუში კი არ არისო, ტექნიკური ტერმინიაო. შემდეგ თქვა, აჰა, აი, ხო ნახეთო, აგენტობა ტეხავსო. ანუ აქაც კი არ იყო თანმიმდევრული. ანუ საბოლოო ჯამში კანონი იყო, რომელიც იყო დეკლარირებულად დასავლეთის მტრობა და რუსული საქმის კეთება. ამას მოყვა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის, ევროპის განცხადება, რომ ეს არ არის ევროპული გზა. ამას მოყვა მთელი პოლიტიკური სპექტრის იგივე განცხადება, სამოქალაქო სექტორის იგივე განცხადება და საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი და ეხლა ვნახოთ რა ხდება. საქართველოს ირჩევს რომელ გზას და ყველამ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო. და საქმე ასე რომ დადგა, გამოვიდა ხალხი გამოვიდა, რომელიც მე არასდროს არ მინახავს ესეთი კატეგორიის ადამიანები აქციაზე, გამოდიოდნენ, მაგრამ ეს იყო ჭრელი საზოგადოება, რომელმაც გადაწყვიტა მოქმედება. სცენაზე ყოფილი ვარ მე, აი ამ აქციაზე. ყოფილა სხვა პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, ქვემოთ ვიყავი 95% დროის, გაცილებით მეტი, ხო? სულ დავდიოდი. სცენაზე რა ხდებოდა? თითქმის საერთოდ არ აინტერესებდა ამ ხალხს. პოლიტიკოსების მიმართ, ოპოზიციის მიმართ, მე მინახავს აქციები აგრესია ყოფილა. არ იყო აგრესია. არც სიმპათია. საერთოდ ამ ხალხს არაფერი არ აინტერესებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. გამოვიდა, უყურებდა პოლიციას, უყურებდა პარლამენტს, უყურებდა კანონს და ამბობდა, რომ ეხა მე უნდა ვიმოქმედო და ეგ უნდა გავაჩერო. ერთი აქცია დაარბიეს და 5 აქცია გაჩნდა.
ერთხელ დაარბიეს და მეორე დღეს უფრო მეტი გაჩნდა. ანუ ეს იყო თვითორგანიზებული აქცია, რომელსაც ლიდერი არ ყავდა. ერთი აქცია დაარბიეს სანაპიროზე. ერთი აქცია დაარბიეს რუსთაველზე, შუაში ჩაგვიყარეს ეგრეთ წოდებული ეს კვამლის ბომბები. რომ ადამიანებს ერთმანეთი გადაეთელათ, ხო შეიძლება კიდეში ჩააგდო, რომ აქეთ წამოვიდეს ხალხი. 5 აქცია გაჩნდა, ერთი აღმოჩნდა სანაპიროზე, მეორე აღმოჩნდა ოცნების ოფისთან, მესამე აღმოჩნდა გმირთა მოედანზე, მეოთხე დაბრუნდა უკან. ანუ და ერთი მეკითხება ნაცნობი, რომ აი აქ გზა რო იკეტებაო და გზა იკეტებოდა იუსტიციის სახლთან. ამას ვინ აორგანიზებსო და არ ვიცი მეთქი, არავინ მეთქი. ხო მეც ეგრე ვფიქრობ, უბრალოდ დაწერა მინდოდა, არავინ არაფერს არ აორგანიზებდა. ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ უნდა ვიმოქმედო, იმიტომ რომ არ შეიძლება, არ მინდა რომ მე ვიცხოვრო რუსეთში. ამიტომ ეს აღმოჩნდა წითელი ხაზი. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ქართველი ხალხი გამოვიდა, არ გაინტერესებდა არანაირი პარტიული პოლიტიკა, შეხედა საქართველოს ხელისუფლებას და უთხრა, მოიცა რა, რუსეთი გადაიმტრია მუხლზე და შევიდა სახლში. ეს ზუსტად ეგ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში საბოლოო ავტორიტეტი მართლა ეკუთვნის ქართულ ხალხს და ბოდიში და ფეხებზე კიდია ყველაფერზე წავა იმისთვის რომ ქართული სახელმწიფო კონდეს და ნორმალურად იცხოვროს. აი ეს აღმოჩნდა. ხელისუფლებამ უკან დაიხია, იმიტომ რომ ეს რო გაგრძელებული იყო, ეს მოხდა. ეს მარტო გაიზრდებოდა. უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა, უფრო აგრესიული იქნებოდა ეს ხალხი და მართლებიც იქნებოდნენ და აქ რაღაცნაირად მესმოდა ხოლმე გიორგის დიდი პატივისცემა ჩემგან ვაშაძეს, მაგრამ არც უნდა დავაბრალოთ და არც ზედმეტი არ უნდა მივაწეროთ. რა შუაშია გიორგი ვაშაძემ რა თქვა? ამ ხალხს არაფერი არ აინტერესებდა გარდა იმისა, რომ შედეგისთვის მიეღწია. და უფრო მეტიც, პარიზში და საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ეხლაც არეულობაა, მაგრამ ყოფილა მაგალითად ყვითელი ჟილეტების აქცია, როდესაც თვეების მანძილზე გრძელდებოდა. ევროპაც და ადამიანის უფლებებიც არის ის, რომ შენ არ უნდა წაგართვან შენი სახელმწიფო და არ უნდა წაგართვან ღირსება და არ უნდა გითხრან, რომ ამის მერე მონახარ და რუსეთი ხარ და უნდა იბრძოლო ამისთვის. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენში გადაწყდა ის, რომ ხო, ბრძოლა შეიძლება. მათ შორის პოლიციასთან დაპირისპირება შეიძლება და მართლები ვართ. აბსოლუტურად მართლები ვართ, იმიტომ რომ თუ რუსული რეჟიმია, თუ ეგ არის, რომ ჩვენ რუსეთს გვიკანონებენ აქ, უნდა ვიბრძოლოთ. სხვა შემთხვევაში რუსეთმა ეგრეთ წოდებული მშვიდობა დაამყარა კიევის ოლქში, ბუჩაში და ირპენში. იქ იყო მშვიდობა, რუსული მშვიდობა. უკრაინის ჯარი გავიდა, ჩადგა რუსული ჯარი. ამის შემდეგ ეს მშვიდობას ბჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა, გააუპატიურეს ბავშვები და დახოცეს ხალხი. ეს არის მათი მშვიდობა და ხალხმა რო შეხედა, რომ ეს არის, ეს არ გვინდაო. ეხლა ვართ რა სიტუაციაში? ეხლა ვართ იმ სიტუაციაში, რომ ჩვენ დაგვიბრუნდა რწმენა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს საზოგადოება და ხალხი. ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისია, ეს ხალხი ისე დადიოდა რუსთაველზე, ისეთი ქცევის მანერა ჰქონდა, ისე უსმენდა პოლიტიკოს გაიხედავდა, ისე იტყოდა რამეს იმ პოლიტიკოსზე, იმ პოლიციელზე, მთლიანად შეგრძნება ჰქონდათ, რომ მისი იყო. ანუ პოლიციელიც მისი იყო. აი, ხო, ანუ ადამიანს ხმოვან სიგნალზე ცეკვავდნენ. წყლის ჭავლს ეცეკვებოდა ხალხი. კვამლზე ცხვირი გამეხსნაო ერთმა თქვა, ჩემს გვერდით რა კარგიაო, რომ კარგად ვცუნთქავო თავისუფლათო. ანუ აი არ არსებობდა რასაც არ დაუპირისპირებდი, ყველაფერზე ხუმრობდა ეს ხალხი. აი იგდებდა და ამბობდა, რომ რა უნდა მიყო, მე მართალი ვარ. ანუ მისი დამოკიდებულება იყო, რომ ბატონ პატრონი იყო, ამ ყველაფრის თვითორგანიზდებოდა და დადიოდა. ეს სამოქალაქო ნაციონალიზმი შეიქმნა 7 და 10 მარტს. ეხლა შეიძლება ხელისუფლებამ ცადოს ვიღაცების დაჭერა ზუსტად იმიტომ, რომ ზედმეტად წარმატებული იყო ეს პროტესტი და ჩირქი მოცხოს ამას. თავარი იყოს ეს, რომ აი თქვენ არ ხართ წარმატებულები, თქვენ არ გაგზავნათ, მე მაინც დაგჭირთ. მაგრამ სინამდვილეში ეს მოხდება, დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ მათ ხელისუფლება ამას აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან სუსტი არის. ხელისუფლება იმდენად აწია თამასა, იმდენად თქვა, რომ ეხლა გადმოვიტან ხუთშაბათიდან სამშაბათ ჩავატარებ, უეჭველი გავიტან. სხვა ნორმალურ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამას ავტომატურად მოყოლოდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება პრინციპში, აი, მთელი გულწრფელობით ვამბობ, იდეურად არის შეცვლილი და გადატეხილი წინა 2-3 კვირისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ეხლა ყველანი გრძნობს, რომ თავარი ავტორიტეტი აქ არის ხალხი და თუ რამე მოხდა, თუ ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, ან პარტიებმა, ან ვინმემ შეძლო ამ ხალხის რაღაცაში დარწმუნება, ხალხი არის ისეთი, რომ მისი სამშობლოსთვის ქვას შეჭამს, აი ხუმრობა არის, ხო? ყველაფერს იზამს. ან თავარი ავტორიტეტი არის, რომელსაც ვერავინ ვერ უპირისპირდება, ხო? კი ბატონო, აი ეს გავიგეთ ჩვენ. კი ბატონო, და რეკლამით უნდა გავჭრათ თქვენი საუბარი, გავაგრძელებთ აუცილებლად, ასევე მაინტერესებს თქვენი აზრით ამ ხალხმა რა დაუკვეთა პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციას და როგორ შეიძლება ეს მოვლენები განვითარდეს, რა გიღა ეს ტაქტიკური უკან დახევა. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში.
გაიკენ არის მარტო ხალხი. 3 თვით ბავშვი მელოდება სახში. თაობა, რომელმაც რუსეთის